მე ფოკუსს ესეთი დაპირისპირება ვერ დამაკარგვინებს. ეს დაპირისპირებას მიჩვეული ვარ ბავშვობიდან ყველგან დაპირისპირება ოჯახებში, ქუჩებში, უბნებში, სკოლებში დაპირისპირება არის ყველაზე ბუნებრივი რამ, რაც მე ჩემი ცუდაკურვებით ამაზე სტენდაპიც გქონდა, რომ ვიცი, კონფლიქტი არის ყველაზე ორგანული რამ, რაც ჩვენ ერს ახასიათებს. ჟურნალისტიკის საფუძველი ეგ ყავს კონფლიქტებში. მე ჩვენ გვაქვს ფოკუსი იმაზე, რასაც გვაქვს და მაგას ეხლა რაღაც ცალკეული დაპირისპირებები, რომელიც პროპაგანდისტული მედიები. ეს გულით ხდებათ ალბათ ზოგჯერ ფოკუსი სხვაგან მიდის. რა თქმა უნდა, რაღაც ორნაბიჯო წინ და გადადგა და მე ის ერთი ნაბიჯი უკან იხევ, რაღაც მათემატიკურ წაგებაში მიდიხარ ასე რომ თქვა, მაგრამ საბოლოოდ ეგ ეხა იმდენად პატარა რაღაც არის, რომ საფრთხეა მართლაც პატარა და წვრილმანია ხოლმე, უბრალოდ პროპაგანდა ბუზისგან აქცენტს ხოლმე და იყენებს თავისი არაღად ეს არის. კი და მაგასაც მივეჩვიეთ და ჩვენც ძალიან მოქნილები გავხდეთ და ჩვენც აქტივისტებიც და პროტესტანტები ძალიან გავიზარდეთ ეგრე მარტივად რაღაც ეგრე როგორც თვითონ ეძახის ტრივუკებს ვეღარ ვიტარებს ასე რომ თქვა და აზრი არა აქ ეხლა იმასაც ვიძახდი ამ პროპაგანდისტულ მედიებზე რომელიც მარშებზე მოდიან რისთვის მოდიხართ რა მაგათ ისეთი მაყურებელი ყავთ ქარდი გააკეთე რაც გინდა დააწერე მაინც რას რიგ რაზე მოდიან და რას იმიქაც კონფლიქტს და იმას ცდილობენ რომ თითქოს რაღაცა გამოიწვიოთ რომ ისეთი პუბლიკა ყავთ ჩამოყალიბებული რომ რაც გინდა დააწერე ქარდს რაც გინდა დაუდე მაინც მომწონებელი ყავს სულისო დააწეროს რომ რავი მაკრონი და ის ესწრებოდა აქციას მარშით წავიდა გლანში და იმაში იმასაც იჯერებენ და ეგ არაფერი ეგ რაღაცა შეიძლება ეგ მაგაზე იანვარში გვენერვიულა მაგრამ ძირითადად